შუა დღემში და ვისა ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო გოგონებო და ძვირფასო სტუმრებო. მოგესალმებით და არაჩვეულებრივი სტუმრები ყავს დღეს. თან მეცინება, თან მეტირება, თან ბრაზდები, აი ყველა შეგრძნება და გზნობა ერთად მეუფლება. მაყურებელი ვარ დავაბგინოთ, ვისაუბრებთ იმ ჯარიმებზე, რომლებიც აი ესეთი ცუნამი წამოვიდა და ალბათ გემრიელი ცხელ-ცხელი ჯარიმებიც გვაქვს და გვაქვს ასევე 9 ჯარიმა და ასე შემდეგ ძალიან მრავალფეროვანი ჯარიმებით გვყავს. ადამიანები ხუმრობთ და ვიცინით, მაგრამ ნამდვილად არ არის სასაცილო ეს ყველაფერი, ალბათ დამეთანხმებით. ხო, უბრალოდ არ მართლები ხარ ნიკა. მე ვიწყებ ახლა, იმიტომ რომ ცოტა ხანში ზუსტად ვიცი, რომ კარგად ვიცინებთ ამ თემაზე და სიმწრის იცილით ვინიცინებს, ეგეც ძალიან კარგად ვიცი და ვერც იცინებენ, ხო და მანამდე იქნებ გადაგვიხადო. შემიძლია თავისუფლად. ბაჭო, ხოთი ამ ტელევიზიაში რაც არ გვიჭირს ფულია, გადაგიხდი ყველაფერს. წარვადგინოთ ხო ჩვენი სტუმრები ავაზავაში და დავიწყოთ მოკლედ ამ ყველაფერზე საუბარი. ნიკა ნასტიას აქვს 9 ჯარიმა. დღევანდელი მოცემულობით ოღონდ. ასევე ბატონი სანდრო ბარამიძეს სულ რაღაც 18 თებერვლის ჯარიმა მიუვიდა. ახლახან ბაჭო ქაჯაია უკვე მეორეჯერ გახდა დაჯარიმებული. ორგზის. ხო, ნუ ცათოფურია, რომელიც გუშინ ხო გუშინ იყო თუ გუშინ წინ. ხო, გუშინ მოგიბრძანეს ჯარიმა, რა თქმა უნდა, ასევე 500 ლარიანი და აი, ამჟამად თორნიკე ძალიან გაგვიმართლა რომ მივისტიხარ. ჯერჯერობით ჩემთვის. კი ბატონო, თორნიკე მიგინეიშვილია ჩვენი სტუმარი და საუბრობთ იმაზე, რაც უკვე ნიკამ წარადგინა თემა, ჯარიმები და მოდი დავიწყოთ მე მგონი არავინ არ მიწყებთ. არავინ არ მიწყებთ, კი ბატონო, თუ ამ შემთხვევაში ნიკასთან დავიწყებთ, ხო, იმიტომ რომ აქ ძალიან ახალბედები, ჯერჯერობით ახალბედებია. ნიკა, მოდი დავიწყოთ როგორ პირველი ჯარიმა როგორ მოხდა ეს გავიაროთ 9 ჯარიმის გზა. მე და მაგ ჯარიმას შემოვიდა კანონი. დილის 8-ზე მოვიდნენ სახლში. მე მყავს კანეკოსო ძაღლი, მეგონა თუ ვინმე ამე ხوار დაუშავა, ხوار გავიდა ისო დანთხო და გავაღე და შემჭა პოლიციელები და მეთქი რა ხდება თქო, მე ანუ გადავხარ იმ დროს ჭხრეკები იყო, მეთქი ხوار საჭხრეკად ხوار შემოვდიათ და 8 თვის ბავშვი ყავს. გაიგვიძა ოჯახმა რა ხდება? ეს გაზაფხულზე ხდება ესე იგი. ეხლა. გაზაფხულიდან. ეხლა ხო რაღაცა ჭხრე გავიდა. სულეთ ხენახების ამბავია. მეთქი ხوار მაპატიმრებენ, რა ვიცი, ყველაფერი სისხლის სამართალში გადაიტანეს და მომწესე 500 ლარიანი ჯარიმა და ანუ ესო გაგიხარდება, ანუ ფიშობო ციხეში ხომ მივარ ჭხრე რაღაცა. ეს პირველი და მე უკვე დაიწყეს ეს. პირველი და ბოლო არის ძალიან საინტერესო. ხო, ანუ ერთი ჩამაბარეს, სახლში მეუდებოდნენ დახვდა და ორზე დამირეკეს. ანუ ყოველდღე ერთი კვირის განმავლობაში გაგზავნა, ერთს მაბარებდნენ, ორს სასამართლოში შეგვიდათ ორი საქმე რა. და 9 დაგროვდა ეხლა და 4 სასამართლო მაგ ერთად 27-ში. და ორი კიდე შეტანილი იმას ოდის დანიშნებენ, არ ვიცი და 3 ქვით არის სახლში მაგ და ეხლა ამათ ენუქიძე რო ყოველას იციან ვისაც დააჯარიმები ყავს მოსამართლეები და სანქცირებულები. ხო, ანუ ერთი გამმართველებელი არ აქვს, წარმოიდგინეთ ამდენი ადამიანი დაჯარიმებული დღეს, მაგრამ მართლა ეხა ამ მთავრობის ხელში 40 პატიმრობა მაქვს და ერთხელ დავით ლორთქიბაძის პიჯაკის გახევის გამო გახსოვთ რუსთავის აქციები იყო, მაშინ კიდე 4-7 წლამდე გვიჯი და 3 თვე ციხეში ვიყავი და მე ზუსტად ვიცი რა არის პოლიტპატიმრობა და მართლა ერთი მხრივ პატიმრობა ცუდია რა თქმა უნდა და რთული, მაგრამ საამაყო შენს უკან საქართველოს სწორად იბრძვი და ისტორიას წერ რა. და გეხმარებიან ესენი ამაში ხო ეს რუსები, მათ ჩეკასტილი დაიწყეს ხო, აი მოვარდებიან სახლში. ეხლა ბოლოს ბოდიში დაამოღამს ესეთ რაღაცა რომ ჩემ მეუღლე 8 თვის ბავშვი სახლში მარტო რო არის, მე რო აქციაზე, აი მაშინ მიდიან მან დამაიძ რომ ბოლოს გამოვაგდო ჩემ მეუღლე და ჩავედი და ვთხოვე უბრალოდ ვახო გომელაურს რომ სახლში ნუ ვაკითხავ მეთქი ან ელფოსტით გავამიგზავნე, ან ფოსტით გავამიგზავნეთ, ეჯარი მან დამირეკე და აქციაზე ვარ, მომიტანეთ ხო არ გარბი ვარ, საქართველოში ვარ და
ეხლა სადაც არ წავიდეთ ჩვენარი ადამიანები, ვინც მრავალჯერ დაპატიმრებულია, ნების ევროპის ქვეყანა მისცემს თავშესაფარს და ვიცხოვროთ ნორმალურად, მაგრამ აქ ვჩებით იმის გამო, რომ ეხლა რამოსატანი ხო ჩვენ წინაპრები სისხლით მოიტანეს და სიცოცხლე ჩადეს, რომ აქამდე მოსულიყავი და ჩვენთვის ეხლა ჯარიმები და პატიმრობები არ არის ესეთი თქვათ რაღაც ტრაგედია, რომ ამაზე რაღაც ცხვირი ჩამოუშვათ, კი მესმის, რომ პირველი ჯარიმა, მეორე ჯარიმა ძალიან ტრაგიკული არის. ეხლა წინა ჯარიმებმა კიდე 27000 და დაემატა 45000 ზემოდან. ეხლა ძალიან შეიძლება ხო მესმის, რომ რაღაც რთული არის ადამიანს 2900 ლარი ხელფასი ხა და იაზრებს რომ 5 თვე უნდა ვიმუშაო, მე და არაფერი არ შევჭამო საერთოდ და უნდა გადავიხადო ჯარიმა, ეგ ძალიან რთულია და მოვიდიაც არის ესეთი რომ ამ ფონდება ვინც თქვათ მიუტანს ნამდვილად რომ ხელფასი აქვს 900000 ლარი თქვათ ეს ჯარიმა რომ ამ ადამიანს მიცევს ეხლა მე არ მაქვს პრეტენზია არც გადავხვდი ამათ მაგრამ ვისაც ეხლა ესეთ შეჭირებულები არიან თქვათ არც მე არ მილხის მაგრამ ეხლა არ ვხვდი რა პრინციპულად და ხო აი 5000 ლარი ამ ადამიანს რომელსაც 5 თვე და უზრუნველყოფილი და ამ 5 თვეში მე ფიქრობ რომ ესენი უნდა დასრულდეს წესი და ესე უფრო რაღაც გაუმკლავდებით არის ბევრი ხერხი ქონების გადაფორმება სხვაზე და შემდეგ ეხა აქ პირდაპირ ვერ მოყვები ამ რაღაცებს მაგრამ არის ბევრი ხერხი ვითაც შეიძლება დროის გაწელვა გადავადება და ასე შემდეგ რა და მადლობა იმ ფონდებს ვინც ეხმარება ხალხს მართლა ძალიან დიდ საქმეს აკეთებენ და თითოეულ ადამიანს იმ გაბედულ ადამიანებს ვინც ყოველდღე დადიან მესმის ყველასი ვინც ტროტუარზე დგას გზარო გადაკეთება მაინც იქ დგას იმათაც დიდი მადლობა უბრალოდ ყოველდღე სახლიდან გამოსვლა არის აუცილებელი მიუხედავად იმისა რომ ტუჩებს დახეთქილი მაქვს ამ ყინვაში ამ 3 და 4 რაღაც ამბოქსინგია მართლა რომ მივიდეთ სახში და ვიხდით დაწვა 6 7 10 ქურთუკები გვაწვია და მე მართლა აქედან მესმის რომ აი დასტრესილი ადამიანები მაგრამ რეჟიმი ესეთი რა რას ვიზამთ ხო ვისაც მეტი გამოცდილება აქვს ერთმანეთს შეგვიძლია გაუზიაროთ რომ ხვალ და ზეგ მე ერთი ჯარიმა რომ მოგივათ მე საერთოდ გაგეცინებათ მართლა ოღონდ იმიტომ რომ ფიზიკურად ვერავინ გაწვდება მას ახლა ერთ კვირაში 45000 დაგიწეს ადამიანი ჯარიმას მაშინ სახლი გაყიდო და ქუჩაში იცხოვრო ხო ეს უნდა რეჟიმს და რეჟიმს კიდე უნდა რომ ყველაზე მთავარია რუსთაველი არ გადაიკიდოს აი მართლა უცნებობენ ამაზე ყოველ საღამოს მოყავთ პოლიციელები, კრიპოლი თუ შეამჩნიეს და ცოტა ნაკლები ხალხი არის, აი ეს ნიღბიანების გამოყავთ რომ ხალხი შეაშინოს, მაგრამ მე ვიცი რომ დამიწერეს ეს ჯარიმები, იმიტომ რომ აი ამ შავ ნიღბიებს არ გვეშინა და ჩვენი მეგობრები მივიდათ წინა ხაზზე, რაც რომ მე ჯარიმას გვიწერა, მithom წინა ხაზზე ვდგებით და იმ პოლიციასაც ვეუბნები 45000 მიჯდება გზის გადაკეტვა და ეხლა გაიწია რა მართლა ხო ანუ შენ 1500 ლარი ხელფასი და მე ამდენმა გადასახდელი და ხა რომელი შეადარო ერთმანეთს უბრალოდ უნდა შეერწყოს რომ გაიწიოს და გადავკეთოს გზა არის ბევრი ხალხი ყოველდღე მოდის აი 5 წუთში იმდენი ხალხი ჩდება ხო აი ივსება რუსთაველი და ეს არის ყოველდღიური ჩვენი რუტინა საქმე და აუცილებლად აი რუსთაველი არის მთავარი არტერია ამ პროტესტის რაც დაიწყო თვეებია უკვე და აი ამ არტერიის გადაჭრა არის დამღუპელი ჩემი აზრით და ამ საშუალება უნდა მიცეთ ჩვენ ამ რეჟიმს და უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის რომ ხვალ ჩვენ შვილებს არ მოუწიოთ იქ დგომა და დავდოთ ევროპული მომავალი რაცაც ანუ კარები ჩავკეტა ევროპისკენ ამ მთავრობამ რა მთავრობას არ ფიამათ ან დაჯგუფება რომელიც ყოველ თვეში ბრუტალური ხდება იმიტომ რომ ამათმა ცემა დაიწყეს 2022 წელს როდესაც ჩვენ გავაგდეთ ჯერ პოზნერი აქედან და მე ლავროვის ოჯახს ქორწილო ჩაუშალეთ აი იქ გამოიყვანეს ნიღბიანები მართლა და იქ დიდი ხანია რუსები ვარენ ჩვენ ვიძახით ამას მაგრამ აი იქ მართლა რუსული დავალება იყო რომ ჩვენთვის მაშინ აი ძალიან ცემეს პირველად თორემ მანდ პროტოკოლით ეხლა როგორც ჩაიშმელაშვილი ყვება რომ აი ისა რა ქვია ბორკილი ხომ არ გიჭერდა 40-ში დამიჭერეს და ერთხელ არ უცემივართ მაგრამ ეხლა ბოლო დაკავებების დროს უკვე ყველას ცემენ და ხალხი დასახიჩრებულია და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ნუ ეს ადამიანები ციხეში ზიან უნდა გამოვიყვანოთ აუცილებლად გარეთ და უფრო მეტი დაზარალებულები არის და ბევრი ჩვენ კიდე არ ვიცით მე ერთი ისტორია მაქვს და 14 წლის გოგონას თავში უტყეს ციხლები რომელიც გერმანიაში მკურნალობს და მის ოჯახი ისეა შეშინებული რომ ვერ ამბობს ანუ გაქცევა მოუწია და არაერთი მაგალითი ესეთი
და გამდონი მზიას საგერი ხალხს ასახიჩებდა პოლიცია თითი დაადო და ანუ ციხეში უზით ეხლა და ესეთი უსამართლობა მხოლოდ ერთობით და ერთიანობით და გაუტეხლობით მარცხდება. სხვა რეცეპტი არ არსებობს. და მართლა არ მესმის იმ ადამიანების მეც ყავს მეგობრებში სამწუხაროდ ადამიანები რომლებიც ამ ქმედებებს კი არ აპროტესტებენ და ან ჩუმად არის ამართლებენ მართლა არ მესმის რანაირად შეიძლება რომ აი ესეთ ფაქტებზე რომ ბავშვებს გოგოებს ცემენ კიდე რაღაც ალბათ სახში დამჯდარიყო თუ რაღაცა რომ ამართლებს ამ საქციელს მე არ ვიცი რა ქვიათ ამ ადამიანებს მე ყველაზე ძალიან ამას გამოვყავარ წყობილა კონფორმისტები არა უფრო ნაძირლები ჩემი აზრით რა ჩვეულებრივი ნაძირლები არიან იმიტომ რომ მე ვიცი რა თანამდებობები უჭირავთ მე ვიცი რა ხელფასებზე არიან და ვიცი რის გამოაკეთებენ და არანაირი იდეა მათ არ ამოძრავებს არანაირი ბაჩო, კაი, ნიკა მახსენა რომ ხალხი უკვე ცდილობს რომ ტროტუარზე იდგეს და სანამ არ გადაიკეტება, არ გადავიდეს, მე ვიცი რომ შენი მეორე ჯარიმის დროს რეალურად აკონტროლებს შენ თავს, ხო? რაღაცნაირად. კი, ანუ ხო ყველას თავისი რაღაცა ხასიათისთვისება აქვს და ხასიათი აქვს, რომლის გამოც ისე მოქმედებს, როგორიც აქვს ეს ხასიათი, ხო? პირველი ასე ვთქვათ იმ აბსურდული ბრალდების თუ რაც ქვია რა ქვია მაგას სამართალდარღვევა და არა იმას მასალებს ხო მასალებს რომელიც ჩაგვბარდა აგერ მკიცებულებები მე და ბატონ თორნიკეს მან მართლა თან პირველი შეხება იყო ჩემთან რაღაც ამ სტრუქტურასთან საერთოდ პირველად მოხვდი სასამართლო შენობაში და ამის ფონზე ჩემთვის მართლაც წარმოუდგენელი იყო რომ შეიძლება ამ მტკიცებულებების ფონზე რომელიც ამტკიცებს რომ ვერ ამტკიცებს იმას რაც უნდა დაამტკიცოს ამის ფონზე შეიძლება ადამიანმა თქვას თეთრზე რომ შავია და მართლა გულწრფელად პირველად შევეჯახე იმ ფაქტს რომ მოსამართლემ რომელმაც უნდა დაიცვას სამართლიანობა უნდა იყოს სამართლის გამტარებელი ქვეყანაში არის პირდაპირ უსამართლობის დამადასტურებელი რამაც ჩემზე ძალიან იმოქმედა გულწრფელად რო ვთქვა რა იმიტომ რომ კარგი გავიგერო შეიძლება რაღაც თან უშუალოდ პროცესიც ისე წავიდა რომ აშკარად ყველას ეთყობოდა ვინც მოპასუხე იყო თუ ვინცაც განაჩენი უნდა გამოეტანა საბოლოო ჯამში რომ ეს აბსურდში ვართ ანუ მე შეიძლება სამართლებრივად ვერ ვერკვეოდე რაღაცეებში მაგრამ ჩემი პროფესია სადაც მაქვს პრეტენზია რომ ასე თუ ისე მეტნაკლებად ვიცი არის ადამიანების დაკვირვება ამოცნობა და მათი ქმედებების შეფასება და ამ ყველაფრის მერე კიდევ უფრო მეტად არ ველოდი იმ გამამტყუნებელ განაჩენს რომელიც გამოიტანა და ჩემთვის ძალიან მართლაც აი ადამიანური თვალსაზრისით იყო ძალიან გულსატკელი რა ეს ამბავი. რაც შეეხება მეორე ჯარიმას ჯერჯერობით არ არის ესე ვთქვათ არ ჩამბარებია რადგან მე თბილისში არ ვიყავი და ვერ მოხერხდა ჩემთან შეხვედრა გუშინ საიძე შევამოწმე და არ არის ჯერ გამოქვეყნებული ну ალბათ მომიტანენ იმასაც 17 თებერვლის როგორც გავიგე 17 თებერვლის რიცხვს მე დავებიან რომელიც საათია და სათხარია აი არ ვიცი ზუსტად იქ ჯერ რადგან არ ჩამბარებია რა მასალები არსებობს ამასთან დაკავშირებით მაგრამ მოკლედ 9 იანვრის მერე ჩემი ყოველი მისვლა არის ხოლმე რომ ან ლაივი მაქვს ჩართული რომ სად ვარ როგორ იკეტება კი თუ ლაივი და ტელეფონი მაქვს იმას დამჯდარი მივდივარ ხოლმე პოლიციელთან და ვეკითხები რომ მაქვს თუ არა ახლა უფლება გადავიდე გზაზე და ამ შემთხვევაში თავიდან კი უკვირთ ხოლმე რატო ვეკითხები მაგრამ ნუ მე დაბეჯითებით თხოვ რომ დამიდასტურონ და ნუ მეუბნებიან კი რა გადაკეტილია და აბა ხო და ნუ გადავდივარ ხოლმე შემდეგ გზაზე 17-ის ლაივი ვნახე რომელიც მქონდა უკვე გზა იმიტომ რომ მახსოვს მანამდე რომ არ გადავსულო არა ასე ვთქვათ ბორდილზე ვიყავი მანამდე მარშით მოვედით იუსტიციის სახლის ტერიტორიიდან
და შეუერთდით, უпростоრად მოვხვდით ქაშვეთს და მე მოკლედ როგორცა გადაიკეტა, მე შევედი, იმიტომ რომ მარშსაც ვიღებდი საზოგადოებრივი მაუწყებლიდან მოსული მარშს. ხო, ესეც ზუსტად ვიცი რომ რა თქმა უნდა ისევ აბსურდი იქნება, მაგრამ ეს არის თავარი რამეს, რაც მინდა ვთქვა, რომ ეს არის პირდაპირ დარღვევა იმ ძირითადი უფლების, რომელიც არის და გამოხატვის თავისუფლება მშვიდობიან ფორმაში და დიქტატურა არაფერი სხვა არ არის. და რეჟიმი არაფერი სხვა არ არის და ბაჭო მაგისტვის კეთდება რომ პირდაპირ დაგიმტკიცონ და კიდევ ერთხელ გითხრან რომ აქ არის დიქტატურა. ამას მე ასე ვთქვათ მხოლოდ ჩემ თავს არ ვეუბნები რა. ვლაპარაკობთ აქ თქვენს გიზიარებთ და ჩვენს მაყურებელსაც, ვისაც შეიძლება არ კონდეს ამის შეგრძნება, იმიტომ რომ თუნდაც არ ვერ მოდის ან არ მოდის რუსთაველზე რაღაც ამ პროტესტში არ აქვს ასე ვთქვათ პულსზე ხელი არ უდევს იმ არტერიაზე რომელზეც ჩვენ საუბრობდით წეღან და პირად გამოცდილებად არ აქვს ქცეული ამ უსამართლობასთან შეჯახების და ამიტომ ვლაპარაკობ ამას რომ არაფერი სხვა არ არის თუ არა ეს არის რეჟიმი რომელიც ამყარებს დიქტატურას და პირადად მე ამას ვერ და არ შევეგუები რა. ბაჭო, იცი რა, მე კითხობში შენ გამოეხმაურე შენ მეორე ჯარის მის შემდეგ დაწერე სტატუსი და აი ამასთან დაკავშირებით მინდა რომ კითხავი. მაინტერესებს ჩემი 4 სამსახურის პოზიცია, ჩემი დევნის შესახებ რა პოზიცია აქვს? რატომ მოგინდა რომ ეს ყველაფერი დაგეწერა? რამ განაპირობა ეს ყველაფერი? იცით რა არის მე სხვა ასე ვთქვათ სამსახურში სადაც 4 ვახსენე ხო სადაც მუშაობ ეს იმიტომ მუშაობ 4 სამსახურში რომ მეტნაკლებად ფინანსურად ოჯახი ასე ვთქვათ ვარჩინა ხო 4 დაზუსტებით შემიძლია ვთქვა რომ 4-ვე სამსახურიდან ჯამში თვიურად იმას ავიღებ რაც ერთ დღეში ასე ვთქვათ შეიძლება გამომიწერო ხო შესაბამისად მე რა ვიცი მე მჭირდება ერთი რომ ადგან სოლიდარობა იმიტომ რომ მარტო არ ვიგრძნოთ თავი ორი სამსახური გამოეხმაურა ჩემს პოსტს და სოლიდარობა გამომიცხადა და მხოლოდ ამას ვითხოვ იმიტომ რომ ფიქრობ რომ რა ვიცი მე წარმოვადგენ იმ ასე ვთქვათ რაღაცა ადამიანთა ჯგუფის ნაწილს, რომელიც საბოლოო ჯამში რაღაცა პროდუქტს ქმნის და ამ პროდუქტს ვაზიარებთ ჩვენს მოქალაქეებთან, იმათთანაც, ვინც შეიძლება ვთვლიდეს, რომ რამე საპროტესტო ან იმათთან, ვინც შეიძლება ვთვლიდეს, რომ არ არის საპროტესტო, მაგრამ მე მჭირდება და ალბათ ყველას გვჭირდება, რომ დავიახოთ ერთმანეთი და ის უსამართლობაზე თვალის დახუჭვა, რომელიც შეიძლება მოხდეს მე მაინტერესებს ვის და როგორ შეუძლია ამ უსამართლობაზე თვალის დახუჭვა მე არ ვთხოვ ვიღაცის მიმართ სოლიდარობას მე მგონია რომ ამის მორალური უფლება მაქვს რომ ჩემს უსამართლობაზე იმ ადამიანებთან ერთად ვისთანაც მე მუშაობ ვისთანაც ვიზიარებ რაღაცა იდეალებს თუნდაც მათგან მივიღო სოლიდარობა და თუ კი ვერ მივიღებ ესეც ვიცოდე რომ ვერ მივიღებ მე ვიცი რომ სულ სხვა ღირებულებებზე საუბრობ შენ და აქ არაფერი შუაში არ არის თანხა, თუმცა მაინც მინდა უთხრა მაყურებელს, რომ ჩემი ინფორმაციით, როგორც ვიცი, 5,000 ლარი არის 19 ჯერ მეტი იმ საარსებო მინიმუმზე, რაც ჩვენს ქვეყანაში არის. მესმის, რომ თანხებზე არ ვსაუბრობთ აქ, მაგრამ ხო, მაინც ესეც მე მგონი უნდა ვიცოდეთ. როდესაც ადამიანს, აი, ჩვენ ხა ორი მოთხოვნა გვაქვს, ხო? ჩვენ ვითხოვთ ახლა არჩევნებს იმისთვის, რომ კურსი დაბრუნდეს. ევროპული და მეორე იმ ადამიანების გათავისუფლებას, რომელიც უკანონოდ არიან ციხეში. ანუ მათ შეზღუდული აქვთ არსებობა სრულყოფილი, აბსოლუტურად უკანონოდ. მაგრამ როდესაც შენ ადამიანს აჯარიმებ იმ თანხით, რომელიც ახლა შეიძლება ჩემს შემთხვევაში არის აგერ 10,000, აქ 45,000 და ასე შემდეგ, ამ თანხის მობილიზება ადამიანს ძალიან რთულად შეუძლია, ფაქტიურად ვერ შეძლებს ამის მობილიზებას და შესაბამისად ავალდებულებ ამის გადახდას შენ და მის
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ყოველდღიურ არსებობისთვის აცლი. ანუ ციხეში იქნება ის თუ გარეთ შიერი, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. იმიტომ რომ ტოლობა ისმება აქ რა და იქ ციხეში შეიძლება უფასოთაც ჭამდეს, მაგრამ холод შეიძლება ის იყოს ერთი ადამიანი, ხო? ამ ადამიანებს ყავთ ოჯახები, ამ ადამიანებს აქვთ ვალდებულებები თავიანთ ოჯახების თავის წევრებთან, შვილებთან, მეუღლესთან. ერთი მარჩენალი იყოს კი, მთელ ოჯახს წირავ. რა თქმა უნდა, და ამ რა თქმა უნდა, იმითიც მთელ ოჯახს წირავ, როდესაც შენ შვილს ვეღარ ნახულობს თავისი მშობელი, იმიტომ რომ ციხეშია დედას, მამას, ბიძას და ასე შემდეგ, ხო? მეგობრებს და ასე შემდეგ. აბსოლუტურად უკანონოდ. და შესაბამისად ამ შემთხვევაშიც ეგ ტოლობა არის ჩემთვის, იმიტომ რომ ძალიან რთულია იმ ადამიანს მართლა 500 და 700 და 1000 ლარი რო აქვს ხელფასი ადამიანს, როდესაც შენ ასეთი კოლოსალური თანხით აჯარიმებ და რომელსაც ავალდებულებ რომ ეს გადაიხადოს, სად არის მაშინ სხვაობა, რა ვიცი, რასთან აღარ არის ტოლობაში, რასთან, რომ პირდაპირ ართმევ თავისუფლებას. ხო, ანუ ცხოვრების უფლებას უზღუდავ, პირდაპირ ცხოვრების უფლებას უზღუდავ და რა ვიცი, ეს არის ყველაზე დიდი წინააღმდეგობის კიდევ ერთი საბაბი, რომ რა ვიცი რა, ამ ესეთ ქვეყანაში ჩვენ ცხოვრება არ გვინდა რა, სადაც მასიურად უგრძალავთ, ვისაც ვერ ატევენ ციხეში, იმათ გარეთ უქმნიან ციხეს. ბაჭო, ესეთ ქვეყანაში ცხოვრება არ გვინდა, იმას არ ნიშნავს, რომ ამ ქვეყნიდან ვინმე ვაპირებთ წასვლას. ხო, არა, პირიქით რო არ ვაპირებთ, მაგიტომ გავართ თორე წავიდოდით, აი რაც საგან მიკამ. ხო, სადაც მოდივართ. ნუ ცოტა ხომარ გადმოვსურიყავით. როგორც ციანებოთ. როგორც ცხელ ახალბედა. ხო, ჯარიმის ფლობელი ასე ვთქვათ. როგორია, კაია? მე ძალიან მწვენია ამ ადამიანების რა გვერდით რაღაც ჩემს ერთ ცხელ ჯარიმაზე ვისაუბრო, მაგრამ არ ვიცი, მართლა არ ვიცოდი რა ემოცია უნდა მქონოდა, როდესაც პატრულებმა მომიბრძანენ. ძალიან ბევრმა ნახა ის ვიდეო, რომელიც შენ დაპოსტე, მაგრამ მაინც კიდევ ერთხელ მოვყვეთ რა რაღაცნაირი ესეთი უცნაური ისტორია და იცით რა, ხო მე პატივში ვარ, თქვი, რომ მე მომიბრძანეს, ანუ შეწუხდნენ და მე მომიტანეს თეატრში ჯარიმა. მოგიტანეს ან გამოყვა ორი ეკიპაჟი. კი, ორი ეკიპაჟი გამომყვა და შემოყვნენ თეატრამდე. და ბიჭებმა რომ მომიკაკუნეს რომ ისე მაგაში მართლები არიან, მე ვეთანხმები რომ ორი ეკიპაჟი რო გამოყვა. გარისაშიშია ეს, ხოდა საბუთები წარადგინეთო და საბუთები წარადგინეთო რომ ითხრეს რაღაცა მეთქი ალბათ სხვა რამე დავარღვიე რაღაცა 20 წუთით დაიკარგნენ და არ ვიცი რა სარკვევდნენ და ალბათ როგორც გავიგებენ კიდე ამოწმებდნენ ხო მგონი ეგრეა რომ კიდე ამოწმებდნენ ნამდვილად ესეა თუ არა 20 წუთით დაიკარგნენ და მე მითხრეს ოღონდ მართლა მე არ ვაკადრე იმ ადამიანებს მართლა არ ვაკადრე იმდენად შეწუხებულები იყვნენ თვითონ მე ტელეფონის ჩართვადეს სახეზე გადაღება მართლა არ ვაკადრე იმიტომ რომ ერთმანეთს გაგისწორებ მიკროფონს ცოტა ხარეზი რო არ კონდეს მე მადლობა ერთმანეთს მეშვებოდნენ რომ არა შენ უთხარი არა შენ უთხარი ანუ ვინც დაწერა იმან მიაწოდა მეორეს რომ არა მე არაო იმან შენო და ანუ ერთ-ერთმა როგორც იქნა აი გაბედა ოღონდ აი ესე რაღაც ძალიან ნერვიულობდა და მაგიტო გადავწყვიტე რომ ლაივი არ ჩამერთვა. და ნუ მოკლედ მითხრა რომ 16 თებერვალს თან ის დღე იყო რომ ძალიან ადრე მივედი რუსთაველზე. როდესაც ბათუმში ბავშვები დაიღუპნენ და ვერ გავჩერდი ვერსად და ძალიან ადრე მივედი რუსთაველზე და მაშინ ეს შემთხვევა იყო როდესაც მართლა იმ დროს მომიწია მისვლა რომ მე ვიყავი წინ აი მართლა პატრულის ბიჭები ესე ჩვენ მე და ჩემმა მეგობრებმა ესე გავწიეთ რა და ეგ დღე იყო როდესაც მომივიდა 16 თებერვლის თქვენ ხელოვნურად გადაკეტეთ გზა ესე მეუბნებიან არაფერი ზედმეტი არ მithქვამს დიდი მადლობა ბიჭებო რომ შეწუხდით მეთქი და ნახვამდის თქვა და აი რაღაცა წავიდნენ ნუ რა ქნა ამ ჯარიმამ აღარ გახვალ რუსთაველზე გავედი გუშინ ვიყავ იცი რა არაფერი არ ანუ რა უნდა ექნა ისინი თვლიან ალბათ რომ ჩვენ რაღაცა ვიღაცას შეეშინდება და რაღაც არ გავა აი ნათელი მაგალითების ხედან საოცარი ადამიანების და სულ რაღაც სულ კითხვა ეს რომ რატო აკეთებენ ამას რა იმიტომ აკეთებენ ამას რომ რადგან სხვანაირად ვერ მოერია ხალხს ეს რეჟიმი უკვე ამ სასაცილო კანონებს
რაღაც იგონებენ და მაგით ცდილობენ რომ ხალხი შეაცოტავონ კიდე უფრო. ხო, საგრძნობლად შეცოტავებულია რუსთაველზე ხალხი ძალიან ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ ის ადამიანები, ვინც შემორჩნენ, დღეს 97 დღე იქნება, ის ადამიანი რაღა უნდა ვიღაცამ დაწერა საოცარი პოსტი. აქციები ტარდება ეს ზოგადად ესეთი დინამიკა აქ ხან იმატებს, ხან ცირდება, ყოველთვის ესე ხდება. შემცირება არ არის ეს, არ ქვია. ხო, ის საოცარი რაღაც ძალიან ბევრი ადამიანი. ხო, მაგრამ ნუ ფაქტია რომ რუსთაველი ყოველდღე იკეტება. რა თქმა უნდა. და სწორი იყო რომ არტერია რუსთაველი და არაფრით არ შეიძლება რომ ანუ რომელიმე დღე ისე ჩაიაროს რომ არ თან ბუნებრივად იკეტება ისე ერთ ბიჭს ეწერა ძალიან კარგი პოსტი ვერ ხსენებ ბოდიში სახელს რომ რისი გეშინიათ ხალხო ვინც არ გამოდიხართ რუსთაველზე, ხო? ანუ რისიც გვეშინია, ის მაინც გვემართება და ანუ მაინც ამას გვიკეთებენ და რა აზრი აქვს, ანუ მაინც ყველა უნდა გამოვიდეთ. გინდა არ გინდა ასე თუ ისე, მაინც გაგიკეთებენ ამ ყველაფერს და რა ვიცი, მე რა ვთქვა, მართლა არ ვიცი, პირველად მქონდა რაღაცა შეგრძნება, ძალიან უცნაური შეგრძნება, რომ თქვენ დაარღვიეთ, ან თქვენ ხართ სამართალდამრღვევი, თქვენ დაარღვიეთ ადმინისტრაციული აი ეგ იყო ძალიან უცნაური შეგრძნება და მე ვიფიქრე რომ ქვეყნის სიყვარულისთვის დამაჯარიმეს, ნუ მივიღებ ამ ჯარიმას. მაშინ მივიღებ ამ ჯარიმას, თუ ამის გამო მე მაჯარიმებენ ჩემი ქვეყნის სიყვარულისთვის, ჩემი ქვეყნის კარგად ყოფნისთვის დამაჯარიმეს. რა ვთქვა? ვიღაცები გამოვლენ და მე იტყვიან რომ შენ რაღაცა ვიღაცა ლარებს გიკუჭავს და ქვეყნის სიყვარულისთვის კი არ აკეთებ ყოველდღე აქციებზე. ამას ხალხს მართლა ჯერა ხალხს რომ ჩვენ ყოველდღიურად აქციებზე დგომისთვის თანხას გვიხდიან. ეგ თავდაცვა არის პირიქით რომ თავდაცვაზე გადმოდიან პირიქით. ასე ვისაუბროთ. აი ამ დროს მართლა. არა ვიცი, მეგონა თვითონაც არ ჯერა, თუმცა ეგრე უნდა ილაპარაკოთ. სხვა რა გზა არის და ეს კიდე საოცარი ამბავი მილიონი კამერა, სანდრო. კამერები რაც დაამონტაჟეს რეალიტი შოუში ვართ, მართლა. ქათამაძეს, ნინო ქათამაძეს პირდაპირ ლაივში გაუშვით. აღარ მახსოვს ახლა ზუსტად, მაგრამ რაღაცა რენტგენის აპარატთან დაკავშირებით. დააყენებენ მაგათაც აბა ეხლა. კი, ორველიანური სამყაროა. Big Brother is watching you. ზუსტად. ყველგან Big Brother, რომელიც სახელია ბიზინა ივანიშვილი, გვიყურებს და გვითხოვთ ყველას. აი ეს ამ სიტუაციაში ვცხოვრობთ. მაგრამ ჩვენ ამის ყველაფერს არ გვეშინია, აი ნათელი მაგალითი. ასეთი მაგალითის გამოა, რომ ეს პატარა ქვეყანა, ეს ერთი ბეწო ქვეყანა. დღემდე არსებობს მიუხედავად იმისა, რომ რა ვიცი, რამდენიმე 1000 წლის ისტორიის განმავლობაში ყველა ჩვენთან მოდიოდა, ყველა მტერი დუშმანი, მათ შორის ძლევამოსილი იმპერიები, რომლებიც ბევრი აღარ არსებობს უბრალოდ, ხო? ამის მიუხედავად გადავრჩით, რატო? იმიტომ რომ ასეთი შეუპოვარი ხალხი ვართ ჩვენ. და ამისთანა ხალხი ყავს. და მე როდესაც მომივიდა ჯარიმა, რაიმე სხვა გზნობა გარდა სიამაყისა, სხვა შორის არ დაუფლებია, იმიტომ რომ ამითი ვიფიქრე რომ მეც დავფასდი, იმიტომ რომ სხვანაირად იქნებოდა რაღაცა უხერხული მდგომარეობა, რომ ამდენ ხალხს აჯარიმებენ. და აი მე რომელიც ასევე დავდივარ სხვადასხვა. რაღაც არასდროს აკეთებთ ესე თუ არ ამას თქვათ არ დამა. ეხლა უკვე რაღაც თავის პრინციპში ნიკასთან შედარებით მაინც ვერ ვზნობ თავს კარგად, მაგრამ შევეცდები რომ რაღაცა სხვანაირადაც იყოს. ნიკას ჩაწყობილი აქვს სპეციალურად აკეთებს, მაგრამ ეხლა სერიოზულად თუ შევხედავთ ამას, აქ ლაპარაკია იმაზე რომ გვაქვს დიქტატურა, დიახ გვაქვს დიქტატურა. იმიტომ რომ მართალია ის რომ ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი უფლება, როგორც არის შეკრების თავისუფლება, უნისონში გამოხატვის თავისუფლებასთან მეორე ძირითადი უფლება რაც არის, ფეხქვეშ ითელება კი არის ზღუდება, რაც შესაძლებელია, იმიტომ რომ აბსოლუტური უფლება არ შეკრების თავისუფლებაა და არც გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ ეს ამას შეზღუდვა არ ქვია, რასაც ესენი შვებიან, ამას ქვია მოსპობა ამ თავისუფლებების. ამას ქვია მოსპობა, იმიტომ რომ აქ თქვენ ახსენეთ, რომ საარსებო მინიმუმს თითქმის 20 ჯერ აღემატება ის ჯარიმები, რომლებსაც ადამიანებს ამ დღეებში უწერენ. ამითი მათ უნდათ რომ შექმნან გამყინავი, მსუცხავი ეფექტი ადამიანებში, რომ მათ აღარ მოუნდეთ
უბრალოდ გარეთ გასვლა. აი ამას ქვია მოსპობა უფლებას. მე როდესაც ამას გამოგიწერენ, მე მიდიხარ უსამართლო სასამართლოში, მე მიდიხარ მურუსიძის და ჩინჩალაძის სასამართლოში, სადაც არავის არ აინტერესებს სიმართლე, უსმენენ მხოლოდ ცრუ ჩვენების მიმცემ პოლიციელებს, უყურებენ რაღაცა კადრებს, ამ Big Brother-ის მიერ გადაღებული კადრებისა, არაფასებენ სხვათა შორის სიტუაციას არანაირად გეუბნებიან, რომ შენ გადაკეტე გზა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ხალხია იქ, აი მაგალითად 18-ში, რისთვისაც მე დამაჯარიმეს, მოგახსენებათ, რომ ეს იყო ივანიშვილის ზავადების დღე და მართლა ძალიან ბევრი ხალხი იყო გაწული. თქვენ სწორად ბრძანდეთ, ზოგჯერ უფრო ცოტაა, ზოგჯერ უფრო მეტი, ერთ და იგივე რაოდენობა. ყოველთვის ვერ იქნება 15-ში ზღვა ხალხი იყო, 18-ში ასევე ძალიან ბევრი ხალხი იყო. და როცა გეუბნებიან, რომ გადაკეტე გზად, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა რაოდენობის ადამიანი იყო, რას ნიშნავს ცოტა რაოდენობის ადამიანი იყო? დაახლოებით კინო რუსთაველიდან სადღაც გალერეის შესასვლელამდე ხალხი იდგა. ეს არის დაახლოებით სიგრძეში 200 მეტრი დაახლოებით. რუსთაველის სიგანე ტროტუარებიანად არის, ალბათ 1-40 მეტრი. 1 ჰექტრამდე ფართობზე იყო ხალხი. ესე იგი 8,000-10,000 კვადრატულ მეტრზე რო იყო ხალხი, 4-ზეც რო არ გავამრავოთ, თუნდაც 3-ზეც გავამრავოთ, ჩვენ 25,000-30,000 ადამიანზე ვლაპარაკობ და გეუბნებიან, რომ 25,000-30,000 ადამიანი დაეტეოდი ტროტუარზე. გესმით, როგორ წინააღმდეგობაში მოდის ელემენტარულ საღაზრთან. ამას სამართალმცოდნეობას არ ჭირდება. ამას ჩვეულებრივი ადამიანური გამოცდილება ჭირდება. აი ამისთვის რომელიმე ენუქიძეები, რომელიმე ცაგარეიშვილები, ცეკვაძეები, ეს მოსამართლეების გვარებია. ამისთვის გეუბნებიან, ხო, არა, იქ ცოტა ხალხი იყო. კი, მაგრამ შეხედე კადრი, დაინახე კადრი. იმიტომ რომ ამოითვლის ეგრე. ხო. დღე არ ჩააგდო, არ მიმართოს. მოდი თორნიკესთან გადავიდეთ, ძალიან დიდი მადლობა. თორნიკესთან გადავიდეთ, მე მგონი, და როგორც იურისტმა რაღაცა დაგვეხმარე. აი რა, ხო, პირველ რიგში რა უნდა გავაკეთოთ, როცა ვიგებთ, რომ დავჯარიმდით. მოგესალმებით, რასაც ხედავ სამწუხაროდ ყველაზე ახლოს მიწევს შეხება, იმიტომ რომ სამი ეტაპი რაც არის ეს აქტივისტებთან დაკავშირებით ეს სამართალდარღვევები, სინდისის პატიმრებთან დაკავშირებით ეს სისხლის სამართლის დანაშაულები, ჟურნალისტებთან მიმართებით ესეც აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს დაიწყო ახლა რომ ოპერატორებს აჯარიმებენ უკვე, იმიტომ რომ თავიანთ სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებენ, ამ სამივე მათგანთან სამწუხაროდ მიწევს შეხება და ზოგჯერ გინდა რომ აი არ გესმოდეს ამის რეალურად, იმიტომ რომ იმდენად გასულია სამართლებრივი ჩარჩოებიდან, რომ გინდა რომ შენც აღიქვამდე როგორც იგითი მოქალაქე, მაგრამ დღეს უკვე მოქალაქეებსაც ისე გაეზარდათ ეს სამართლებრივი აზროვნება და შეფასების უნარი, რომ ყველას ზუსტად ესმის ეს მდგომარეობა და რაც აღნიშნეთ, ახლა ესეც ზუსტია, რომ შეიძლება დღეს 200 ადამიანი იდგეს აქციაზე, მაგრამ ხვალ 200,000. და ამას რატო ვამბობ, რომ ანალოგიური პრინციპით არის ეს სამართალდარღვევის ფაქტებიც. როგორ ხდება ხოლმე, ყოველდღე ხო ჯარიმები არ ბარდება, ხო? მაგალითად, ერთი კვირა არის, ოდესაც ჩამოივლიან, ჩამორეკავენ ყველასთან, მე 1-2 კვირა არავისთან არ მოდიან. როცა ნახავენ, რომ აქციაზე ისევ ბევრი გამოვიდა, ისევ დაიწყებენ. აი გუშინაც როცა დაიწყეს დილიდან, ახლა 1-2 კვირა გაჩერდებიან. მე ისევ ხელახლა დაიწყებენ. და ერთი სხვაობა რაც არის ახლა, რაც წინა დელთას შედარებით გააკეთეს და რატომ გააკეთეს ეს უნდა აღვხსნათ, ადრე პირდაპირ სასამართლოში მიდიოდა საქმე. ანუ ურეკავდნენ, რომ იცით რა თქვენი წინააღმდეგ ასე თქვათ შედგენილია სამართალდარღვევის ოქმი, მოხვალთ თუ შევიტანოთ სასამართლოში. ანუ შედარებით მარტივი იყო მათთვისაც და ჩვენთვისაც, იმიტომ რომ პირდაპირ მიდიოდი სასამართლოში. ახლა ეს გაართულეს, მოდიან რომ ჯარიმა ჩაგაბარონ. ზოგჯერ არ დახვდები, ზოგჯერ დახვდები, სხვა და არ ჩაიბარებს, ანუ ესეც პრობლემური ხდება და აქაც რისკის წინაშე გაყენებენ, შენ არ იცი ჩაგაბარეს, არ ჩაი როგორც ბაჩოს შემთხვევაში მოხდა. ვივიდნენ, იქ შეიძლება საერთოდ მეზობელმა უთხრას, რომ მე ოჯახის წევრი ვარ და არ ვიბარებ, ეს უკვე შეიძლება ჩაბარებად ჩაითვალოს. შეიძლება შენ საერთოდ არ ქონდეს ამის შესახებ, ანუ ეს რისკი დააყენეს უკვე მოქალაქეების წინაშე. პლუს შენ დაგიმატეს გასასაჭირებლად ერთი ორგანო, იმიტომ რომ როდესაც ახლა გაბარებენ უკვე 7 თებერვლის ცვლილებებიდან გამომდინარე შენ ეს ზემდგომ ორგანოში უნდა გაასაჭირო თავდაპირველად
10 დღის ვადაში საჩივდება ეს, როდესაც ამჯერ იმას ჩაგაბარებენ და მე ის რომ ეს უკვე მიდიოდა სასამართლოში თავად და შენ იქ უბრალოდ მიდიოდი, ეს რისკიც და ეს პასუხისმგებლობაც შენ გადმოგაბარეს, იმიტომ რომ აი უფრო მარტივად რო ახსნათ ეს პროცესი იგივე არის, როგორც აი ღვედი რომ არ გიკეთიათ, მაგალითად მანქანაში და დაგაჯარიმებენ, რა დროსაც იმ პროცედურას გადიხართ, ანალოგიური არის ახლაც. შემდგომ ორგანოში, შემდგომ სასამართლოში თავად მიგაქვს ამ შემდგომი ორგანოს პასუხი და შემდგომ უკვე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მიგაქვს აპელაციაში და იქ მთავრდება ეს ყველაფერი. რაც შეეხება თვითონ ფაქტებს, აი ჩვენ ახლა ნუცას მასალების ჯერჯერობით მე არ წამომიღია, არც ბაჩოს მასალები წამომიღია ჯერჯერობით, იმიტომ რომ ორივე გუშინ იყო, თუმცა უკვე შემიძლია ვთქვა რა მასალები იქნება შიგნით, იმიტომ რომ ყველაში ერთი და იმავეა. და აი ყოველთვის რასაც ვითხოვთ, აი პირველივე პროცესიდან ამას ვითხოვ მე ყოველთვის ადმინისტრაციულ ორგანოს მიმართ, რომ ხო ამდენი პროცესი იყო, ხო ასობით პროცესი იყო თუ არა მეტი. და ყოველთვის საკამათო მიდის, აი რა არის ბუნებრივად გადაკეტვა და რა არის ხელოვნურად გადაკეტვა, ვინ აფასებს ამას ბუნებრივად გადაიკეტა თუ ხელოვნურად. ხო აი ძალიან მარტივია, რაც უკვე ისაუბრეს, ხო ვიცით იქ ტერიტორია რა არის. აი რაღაცა მაკეტი წარმოადგინე, რაღაცა დათვლა წარმოადგინე, საშუალოდ რა ადამიანი ეტევა იქ, აი რამდენი შეიძლება და ხო აი დაახლოებით, აი ეს ხო ძალიან მარტივია, ამას ნებისმიერი ადამიანი შეიძლება რომ დაждდეს და გააკეთოს, ხო? და თუ მაგალითად იქ ეტევა პირობითად 200,000 ადამიანი, აი თქვი რომ 5,000 არ არის საკმარისი. ყოველ ჯერზე ის რომ მოსამართლემ შეხედოს ამ მტკიცებულებას და ამ მტკიცებულებაში არასდროს არ ჩანს ხალხის სრული მასა, ყოველთვის ჩანს რაღაცა ნაწილი. და თქვას რომ აი ეს არ არის საკმარისი, ეს საკმარისია, ეს არის ძალიან აი მარჩიელობის დონეზე და უნდა გაგიმართლოს იქ და რა თქმა უნდა არასდროს არ გაგიმართლებს. მოსამართლემ თქვას რომ აი ბუნებრივად გადაიკეტა კი, იმიტომ რომ საკმარისი რაოდენობა იყო. ყველა საქმე ერთნაირია. დევს მხოლოდ რაღაც ოქმი, გასაუბრების, ოქმი შედგენილი სამართალდარღვევების, სადაც არასდროს არ წერია რა დროს ედავებიან, ანუ წერია მაგალითად 17 თებერვალი. 17 თებერვალი არის 24 საათი, ხო? როდის კონკრეტულად რა მონაკვეთში არასდროს წერია. ბაჩოს შემთხვევაში მაგალითად კადრი, რომელიც არსებობს, ბაჩო პირდაპირ იქ გადაკეტვის კადრი ხო საერთოდ არ არსებობს ბაჩოს შემთხვევაში. ანასთან ერთად სადაც გახარ, იქ იყო ხო, მან ლოგიკა რა გადაკეტვის დროს იყო საერთოდ სხვაგან, ანუ ამ შემთხვევაში რუსთაველზე უბრალოდ არ იყო გადაკეტვის პროცესში, დგას შემდეგ უკვე ხალხს. პირდაპირ მტკიცებულებებში არის ასეთი რამ, აი აწერია ზოგადი კადრი, ზუსტად დასახელებას ყოველთვის ესეთი აქვს, ზოგადი კადრი, სადაც ჩანს თუ გაგიმართლა ოღონდ თუ არ და შეიძლება უბრალოდ ისე ჩანდეს ხალხი, გადაკეტვის პროცესი შეიძლება იყოს. ოღონდ ეს გადაკეტვის პროცესი როგორ არის, ისიც რომ ვერასდროს ვერ იპოვით იმ ადამიანს, ვისაც ედავებიან. ანუ მაგალითად ახლა ნუცას შემთხვევაში რომ ავიღოთ, რო ვკითხო მე რომ ნუცა რომელია, ვერასდროს ვერ იპოვიან იქ, ბაჩოსთანაც ვერ იპოვეს. ვეუბნები, კი რომ აი ბაჩო ხო ამბობს რომ აქ იყო და კეტა, აი რომელია მანახეთ და იცით რა აქ ბაჩოს იდენტიფიცირება ვერ მოხდა. თუ ვერ მოხდა, მაშინ ანერად კეტავს, ეს ერთი. და შემდგომი მეორე რაც არის უკვე მტკიცებულება, ეს არის აწერია ზუსტად სახელი და გვარი, ვის მიმართაც არის ეს ოქმი შედგენილი. და აი როგორც იყო ის ანასთან ერთად როგორც დგას, აი სულ ჩანს 5-6 ადამიანი იმ კადრზე, ანუ არც ზუსტად ჩანს რა ადგილია, ანუ რომ თქვა რომ ეს საბურთალოს ადგილია და არა მაგალითად რუსთაველი, ვერაფერს ვერ გეტყვიან, ისინიც ვერ იტყვიან რომ ეს მაგალითად რუსთაველი, იმიტომ რომ მხოლოდ აი ამოგლეჯილი რამ ჩანს ზუსტად და იქიდან შეუძლებელია შეაფასო. ჩვენ ყოველთვის ამბობთ, რომ აი ბაჩოს შემთხვევაშიც როგორც იყო, იმ დღეს მარში იყო თან მე მგონი ჩემი ცოლის დაქალების ასე ვთქვათ, ფან-კლუბის და მხარდამჭერების და ვეუბნებით, რომ ამ დროს მარში შემოუერთდა. და აქ უკვე ძალიან დიდი რაოდენობის ადამიანები იყო, აი იმ ზოგად კადრშიც რაც გაქვს წარმოდგენილი, იმაზე მეტიც კი იყო და აქ ხო არ ჩანს ეს და არ აინტერესებთ. ანუ ეს ნაწილი საერთოდ არ აინტერესებთ და რაც ყველაზე მთავარია ყველა დოკუმენტში და ყველა მტკიცებულებაზე დროები ძალიან ასდენილია ერთმანეთს. აქ არ არის საუბარი 2 და 3 წუთზე, 9 საათით, 40 წუთით, 1 საათით. ანუ ეს იმას ისევ სამართალზე ლაპარაკი ზედმეტია ხომ არ კი, ნამდვილად და მე ყოველთვის ამას ვამბობ, რომ ეს რასაც ჩვენ ახლა გავდივართ, ეს არის ფორმალური პროცესი. იმიტომ რომ ნებისმიერი საქმე არის კოლექტიურად გასაგზავნილი თუ ცალ-ცალკე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. იყო შემთხვევები, როდესაც მე მოქალაქეებს ვიცავდი და გაფრთხილება მისცეს და ეს რა თქმა უნდა ჩვენ რაღაც გამარჯვებად აღვიქვით, თუმცა არანაირად ეს არის უდიდესი მარცხი, როდესაც საერთოდ არ ეკუთვნის ადამიანს გაფრთხილებაც კი, როდესაც 2 საათი იყო ცდომილება საერთოდ გადაკეტვას შორის, 8 საათზე გადაიკეტა ამბობენ და რეალურად თვითონ აქვს წარმოდგენილი, როდესაც 9 საათზე გადაიკეტა.
და ამ ადამიანს, ოდესაც შენ აფრთხილებ, ანუ აქ თითქოს მოსამართლე რაღაცა იჭერს კიდე შუალედს, რომ აი საერთოდ სასწაული არ გააკეთოს, მაგრამ მაინც ეს როცა გაფრთხილებას უწევდა შენ როგორც სამართალ დამღებს ისე მოიხსენები, ესეც რა თქმა უნდა გასაჩივრდეს. ამიტომ ვიღაცას და მაყურებელსაც ხა განსაკუთრებით, ოდესაც მე ამ ყველაფერს საუბრობ, შეიძლება დარჩეს გასწრა, რომ საერთოდ რატომ მივიდეს სასამართლოში. იმიტომ უნდა მიხვიდეთ, რომ შემდგომ ეტაპებს ვერ გააგრძელებთ თუ ეს არ იქნება. თქვენ ვერანაირად სტრასბურგში ვერ გააგზავნით ამ საქმეს თუ არ მიიღებთ მონაწილეობას აქ შიდა დონეზე, იმიტომ რომ ასეთი სტანდარტი არის, რომ შენ ყველაფერი უნდა გააკეთო შიდა დონეზე და სახელმწიფოს უნდა მისცე იმის საშუალება, რომ გამოასწოროს ეს თავისი მდგომარეობა, რომ შემდგომ ქვეყანას, აი სამწუხაროდ ქვეყანასთან გიწევს შემდგომ უკვე დავა სტრასბურგის სასამართლოში და ამიტომ მოქალაქეებს ვწოდებ ეს რაც არ უნდა აბსურდი იყოს, მაინც ბოლომდე უნდა მივყვეთ ყველაფერს და კიდევ ერთ რასაც ვეტყვი, ის არის რომ ეცადეთ მაქსიმალურად იურისტები ყავდეთ გვერდით, თუ არა ადვოკატები. თუ ადვოკატები ყავთ და სამწუხაროდ ჩვენი რესურსიც უკვე ძალიან რთულად არის არაერთი ცხელი ხაზი, არის არაერთი იურისტი, რომელიც საერთოდ არ არის აქ რაღაც გაერთიანებებში და უსასყიდლოდ უფასოდ ეხმარება ამ ადამიანებს და პირველივე დღიდანვე ეს პროცედურები, ვადები, ყველაფერი დაცული იყოს, დაგვიკავშირდით და შევეცდებით მაქსიმალურად რომ დავეხმაროთ. უბრალოდ ერთადერთი რაც გამოიწვია ამ ყველაფერმა ის არის, რომ ადვოკატები ცოტა ქუჩას და პროტესტს მოვწყდით, იმიტომ რომ ფიზიკურად ვერ გამოვდივართ სასამართლოდან. გასაგები მიზეზების გამო. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა ჩვენს სტუმრებს. მე იმედს ვიტოვებ, რომ მეტი ჯარიმა აღარ მოგივათ. ყოველ შემთხვევაში უფრო იმის სხვანაირად უნდა მეთქვა ალბათ, იმის იმედი მაქვს, რომ ყველაფერი ძალიან მალე დამთავრდება და გავიმარჯვებთ აუცილებლად და ვიპოვეთ ქვეყანა გაიმარჯვებს. სამართლიან ქვეყანაში ვიცხოვრებთ. მე ერთს ვიტყვი ძალიან დიდი ბოდიში ორ სიტყვაში. ბარემ რეკლამაც გამოაცხადე შენ ვერადი? მე კი. ძალიან მე პირველად მე და მე მართა და მაგიტომ ძალიან დიდი მადლობა ხალხო ჩვენს იურისტებს და ადვოკატებს ეს ადამიანები უდიდეს რაღაცას აკეთებენ უსასყიდლოდ რა თქმა უნდა ყველა მიცის აი ანუ ხალხს მართლა ანუ ამ ხალხის გამო ღირს მართლა ყველაფერი რა იმიტომ რომ აი გუშინ მე რაც მივიღე და რაც მოხდა ეს იყო სასწაული და ძალიან დიდი მადლობა და რა ვიცი ეს ჩვენი ფრაზაა გავიმარჯვებთ სახელოვნად და მგონი ჯობია რომ აი ამ ფრაზით დავასრულოთ და გავიდეთ რეკლამაზე. მადლობა, დროებით. დავბრუნდით მეგობრებო პირდაპირ ეთერში და ძალიან საინტერესო და ჩემთვის საყვარელი ალბათ თქვენთვისაც ადამიანი უნდა ჩაგვერთოს ახლა ბერლინიდან ქალბატონი ნანა ექვთიმიშვილი და ძალიან მნიშვნელოვან თემაზე უნდა ვისაუბროთ ქართული კინო ბერლინალეზე რაც ქართული კინოს პრობლემები მე მგონი ზოგადად რა დღეშია ქართული კინო კი ნამდვილად და ამ შემთხვევაში ანდრო ჭიჭინაძესთან დაკავშირებითაც ვისაუბრებთ ქალბატონ ნანასთან და ის უფრო მეც მოგვიყვება ალბათ ჯობს რომ ქალბატონმა ნანამ გითხრას ყველაფერი თუ რა პრობლემის წინაშე დავდექით და დადგა ზოგადად ეს პროექტი რომელიც რომელსაც ახლა წარგვიდგენს ქალბატონი ნანა მოგესალმებით ქალბატონი ნანა გამარჯობა მე თქვენ ვერ გხედავთ მაგრამ თქვენ გხედავთ მის და მედია არ შეგვიშლის კომუნიკაციაში არა არ შეგვიშლის ნამდვილად მოგვიყევით ჯერ რა ხდება ბერლინში რაღაც კარგი ამბით ხართ მანდ როგორც ვიცი თუმცა რიგი პრობლემების გამო თქვათ ანდრო ჭიჭინაძე არ იმყოფება ახლა ხო თქვენთან ერთად კი მოგესალმებით დიდი მადლობა ამ ინტერესისთვის იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანაში ახლა ესეთი ამბები მიმდინარეობს რომ რა ვიცი მთავარი ყურადღება ამ რა თქმა უნდა პროტესტის გარშემო არის თუმცა ჩვენი აქ ყოფნაც პროტესტს უკავშირდება ჩვენი აქ ყოფნაც იმ რეპრესიებს უკავშირდება რაც არა მარტო კულტურაზე უკვე მთელ ქვეყანაზე გავრცელდა და ყველა მოქალაქეზე რომელიც თავისუფალს გამოხატავს დღეს და იცავს საქართველოს და სახელმწიფოებრიობას და საქართველოს კონსტიტუციას სწორედ ამიტომ ვართ დღეს ჩვენ თორე ნამდვილად სიმართლე რომ გითხრათ რაღაცა ცალკეულად რაღაც კულტურისთვის დღეს ძალიან ძნელია რომ რაღაც ამას დაუთმო ყურადღება ის ორი პროექტი რაც საქართველოს კინოინსტიტუტმა წარადგინა დავიწყებ იმით რომ საქართველოს კინოინსტიტუტი უკვე მეორე წელია რაც ბერლინალეზე მიდის ეს არის კინემატოგრაფის და
ერთობა, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩამოყალიბდა, გასულ წელს ბერლინალეზე ჰქონდა პირველად სტენდი წარდგენილი. დავინახეთ იმის საშიშროება, რომ და იმის აუცილებლობა დავინახეთ პირველ რიგში, რომ საერთაშორისო სცენაზე საქართველოს ვერ წარადგენდა და არ წარადგენდა საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, რადგან შარშან მათ უბრალოდ არ აჩვენეს, არ მოიხსენიეს ბერლინალეს კონკურსში არსებული მყოფი ორი ფილმი საერთაშორისო კოპროდუქციით, ერთი იყო ლანა ღოღობერიძის ფილმი, მეორე ლევანაკინის ფილმი იყო და ჩვენ სტენდზე ამ ორი ფილმის წარდგენა გავაკეთეთ, როდესაც მათ სტენდის არც ერთი კვადრატული რაღაცა პატარა სივრცეც კი არ დაუთმიათ ამ ინფორმაციისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მათი სტენდი ფინანსდება სახელმწიფო სახსრებისგან და ისინი ვალდებულები არიან ბერლინალის ოფიციალურ პროგრამაში წარმოდგენილი პროექტები გააშუქონ და ხელი შეუწყონ მათ პოპულარიზაციას. ჩვენ დამოუკიდებელი კინემატოგრაფისტები, რომლებსაც ნამდვილად ყველა რაღაცა თეთრისთვის გვიწევს შრომა და გარჯა, რომ რაღაც დაფინანსება მოვიპოვოთ. წელს ჩვენ ამ ჩვენს აქტივობას, საქართველოს კინოინსტიტუტის აქტივობას უსპონსორა კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია და ხელი შეუწყო ასევე სამოქალაქო საზოგადოების ფონდმა დააფინანსა. რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, ჩვენ შევძელით, რომ მარტინ გროპიუს ბაუსში ქონოდა ქართული სტენდი, სადაც სწორედ ამ ორი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის შესახებ ქონდა საუბარი არაერთ დაინტერესებულ ფონდთან თუ კინოინდუსტრიის წარმომადგენელთან. ერთი ფილმი არის თიკუ კობიაშვილის დოკუმენტური ფილმი შინაგანი გაზაფხულის ყვავილობა. ფორუმის ოფიციალურ პროგრამაში არის ჩართული. ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება, რომ აი ამ პირობებში, როდესაც 450-ზე მეტი კინემატოგრაფისტი დღეს არის ბოიკოტში და ფაქტობრივად ვერც ერთი ჩვენგანი ვერ ახერხებს თავისი პროფესიას რომ დაუთმოს დრო და გააგრძელოს მუშაობა და თუ აგრძელებს მხოლოდ საკუთარი სახსრებით და არანაირი ხელშეწყობა სახელმწიფოსგან და რომც იყოს ეს ხელშეწყობა ჩვენ ამაზე უარი ვთქვით უკვე დიდი ხანია, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ბოიკოტში და ეს ბოიკოტი არის იდეურად ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ იმ წუთას, როდესაც ჩვენ გარიგებაზე წავალთ რუსულ კინოცენტრთან ფაქტობრივად ეს იქნება ჩვენი შემოქმედების და ჩვენი თავისუფლების დასასრული. მეორე ფილმი არის და ამ პირობებში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდა რეჟისორის და ძალიან ნიჭიერი ადამიანის თიკო კობიაშვილის ეს ფილმი ფორუმში მოხვდა და ქონდა გუშინ წინ ჩვენება, გუშინდეს ჩვენებას დავესწარი მე და არაჩვეულებრივად ჩაიარა არსენალის კინოთეატრში, სავსე დარბაზში და აი ამ პირობებში ეს ფილმი, როცა საქართველოს ოფიციალურ პროგრამაშია ჩართული, ძალიან მნიშვნელოვანია. მეორე პროექტი, რასაც ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ, ეს იყო ანდრო ჭიჭინაძის საავტორო პროექტი, 7 მწვერვალი გარდასახვის გზა, ეს არის ახლანდელი სათაური პროექტის, ის არის პროცესში, რომ ეს ფილმი შეიქმნას, ანდრო ახლა გადაღებებზე უნდა იყოს, მაგრამ ის არის ახლა რეჟიმის ტყვე, სწორედ ასე გამოეხმაურა აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი ჟურნალი აი ამ ანდროს დღევანდელ მდგომარეობას და დამეთანხმებით, რომ ეს ჩვენ როცა ვსაუბრობთ ანდროზე, არ ვსაუბრობთ მარტო ანდროზე, ჩვენ ვსაუბრობთ ყველა რეჟიმის ყველა იმ ტყვეზე, რომელიც არის დღეს ციხეში და ასევე ფაქტობრივად მთლიან საქართველოზე და საქართველოს მდგომარეობაზე, იმიტომ რომ როდესაც ეს ადამიანები დღეს არიან ციხეში და არიან დატყვევებული, ეს ნიშნავს, რომ საქართველო არის დატყვევებული და ქვეყანა ადგას ტოტალიტარიზმის გზას. ჩვენ რა თქმა უნდა შეუნიღბავად ვისაუბრეთ ყველაფერზე, ხა რაღაც ფლაიერიც დამივარდა, ამასაც წავიდეთ.
ასევე აი ეს ჩვენ სტენდზე შეგეძლოთ გვენახა აი ეს ფლაიერები, რომლებსაც არ აქვთ, რა თქმა უნდა, ადვილის შესახედი არ არის, თუმცა ჩვენ ვცდილობთ, რომ ჩვენი კოლეგები საერთაშორისო დონეზე გამოვაფხიზლოთ და სიმართლეს შევახედოთ თვალებში. ეს ჩვენ სხვათა შორის ეს ჟურნალიც და ესეც გადავეცით საქართველოს ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენლებს სტენდზე. ჩვენ არაფერი დასამალი არ აქვს, რაზე ვსაუბრობთ და რას ვაკეთებთ, რაზეც ჩვენს ქვეყანაში ვსაუბრობთ, იმაზე ვსაუბრობთ ჩვენს ქვეყნის გარეთაც, ეს არის ჩვენი მოვალეობა. Screen International-ში ასევე შემდეგ ნომერში, რომელიც ახლა ამ წუთას თან არ მაქვს, დაიბეჭდა ასევე სტატია საქართველოს კინოინსტიტუტის შესახებ და სწორედ იმაზე, რას ვაშუქებთ ჩვენ და რომ ვამბობთ სიმართლეს, რომელსაც არ ამბობს საქართველოს ეროვნული კინოცენტრი. აი ჩვენი ამ მუშაობით თუ აქტივობით პრინციპში ყველამ კარგად იცის რა ხდება საქართველოში. კიდევ ჩვენ გვქონდა პრესკონფერენცია, სადაც მონაწილეობდით კინოინსტიტუტის წარმომადგენლები, ასევე თამარა ტატიშვილი, როგორც დამოუკიდებელი კინოექსპერტი, ის არის დღეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფონდის, Hubert Bols ფონდის ხელმძღვანელი დღეს. და ეს მოდერაცია მიყავდა დავით ვაშაძე, ასევე კინოინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, ნუცა ალექსი-მესხიშვილი, ინსტიტუტის პრეზიდენტი, თეკლა მაჭავარიანი, ჩვენი წევრი და ასევე პროდიუსერი, რომელსაც არაერთი წარმატება ჰქონდა მისი პროდიუსერობით შექმნილ ფილმებს ამ ბოლო დროს და ეს ამ პრესკონფერენციის მოდერაცია მიყავდა ქალბატონ ბარბარა ვურბს, რომელიც არის ბერლინალეს ფორუმის ოფიციალური პროგრამის შემდგენელი და ძალიან აღარ დაგვრჩა სამწუხაროდ ძალიან დიდი მადლობა ვიცი რომ თქვენს დროში შეზღუდული ხართ და ძალიან ბევრი საქმე გაქვთ მანდ და აღარ მოგაცდენთ უღრმესი მადლობა იმისთვის რომ ყველაფერს აკეთებთ რომ ყველგან გაიგონ თუ რა ხდება საქართველოში და რა მდგომარეობაა და წარმატებას გისურვებთ წარმატება ქართულ კინოს რა თქმა უნდა სიმართლის თქმას ყოველთვის აქვს აზრი ჩვენ არ უნდა შევწყვიტოთ სიმართლის თქმა ბრძოლა იმიტომ რომ ეს არის ჩვენი გადარჩენის მორალური თუ ფიზიკური გადარჩენის ერთადერთი გზა. დიდი მადლობა და წარმატებებად. მგონი ჩვენს ეთერში ახლა საინფორმაციო გამოშვება პირველები უნდა ნახოთ და ჩვენი გადაცემის მესამე ნაწილში ქალბატონი მაია ხერხეულიძე შემოგვიერთდება. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია დავამშვიდობოთ ჩვენს მაყურებელს და ხვალამდე ხვალ შევუერთდეთ ისე. მეგონი მაინც მოგიწევს მაიასთან ერთად დაბრუნება მესამე ბლოკში. მე მეგონა რომ მარტო მაია. ასე რომ საინფორმაციო გამოშვება პირველები ვნახოთ ეთერში. კი ბატონო. ბოდიში დროებით. დავბრუნდით შემოძვირფასო ანა მართალია ნიკას გარეშე დავბრუნდით მაგრამ თუმცა დავკვირდები ჩვენს ტელემოყურებელს იმას რომ ხვალ ისევ ჩვენი სამეული შევუერთდებით ერთმანეთს და საინტერესო თემებზე ვისაუბრებთ მე მგონი როგორც ყოველთვის და შევთავაზებთ მათ და სანამ საინტერესო თემებს შევთავაზებთ ხვალ მე მინდა რომ კოკა-კოლა შემოგთავაზო ჩემო ანა შემოთავაზებაც არ მჭირდება იმედად მიყვარს მართლა შემიძლია დირით უზმოზეც მივირთვა არ ვიცი რამდენად რეკომენდებულია მაგრამ ყველაფერს უხდება კი აი ეს ხმა განსაკუთრებით მეყვარს კი ნამდვილად კოკა-კოლა ძალიან დიდი მადლობა მეგობრობისთვის ალბათ ასე დიდი მადლობა თან ასეთი მომსახურებით ძალიან დიდი მადლობა მეგობრობისთვის გვერდში დგომისთვის და ზოგადად ძალიან ბევრი კარგი საქმისთვის რასაც აკეთებს კოკა-კოლა ყოველთვის და გამორჩეულია ნამდვილად ანა როგორც ხედავთ წარმატებით ვერ მოსვა ამ შემთხვევაში, მაგრამ არა უშავს ეს არ მოქმედებს კოკა-კოლას გემოზე აბსოლუტურად. სანამ მე ახლა კლუბს მოვსვამ ჩემო ანა, მე მგონი შენ გაქვს რაღაც სათქმელი მაქვს ნამდვილად რომ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადოთ კბილ ქვეყანას.
გვერდში დგომისთვის. ჩვენი სპონსორია ტკბილი ქვეყანა და მოდი ვიცხოვროთ ტკბილ ქვეყანასთან ერთად. განსაკუთრებით მომწონს აი ეს ფრაზა, იმიტომ რომ ძალიან ბევრ რაღაცას მოიცავს. მოიცავს და გვაკლია, ანა. გვაკლია, მაგრამ ყველაფერი იქნება. მაგრამ ტკბილ ქვეყანასთან ერთად მგონია რომ ყველაფერი კარგად იქნება ნამდვილად. და დრო რომ დავიმშვიდობოთ ხო ჩვენს ტელემაყურებელს ხვალამდე, თუმცა უნდა დავუტოვოთ აუცილებლად არაჩვეულებრივი ქალბატონი მაია ხერხეულიძის საინტერესო და ყოველთვის მნიშვნელოვანი რჩევები, ასე რომ ჩვენ გემშვიდობებით ხვალამდე, დროებით. რუბრიკას წარმოგიდგენთ ავერსის ბრენდი დეკლარი. დეკლარი, შვეიცარიული კოსმეტიკა ქალისა და მამაკაცის მგრძნობიარე კანისთვის. მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო, დღეს ძალიან საინტერესო რუბრიკა გველოდება წინ, თუმცა მანამდე შეგახსენებთ, რომ ექიმის რჩევების რუბრიკის სპონსორია შვეიცარიული პრემიალური ხაზის ბრენდი დეკლარი. დეკლარი, რომელიც შექმნილია სპეციალურად მგრძნობიარე კანისთვის, ეს 45 წლიანი გამოცდილების ბრენდი წარმოდგენილია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და ეს არის ბრენდი, რომელიც მთლიანად ორიენტირებულია შედეგზე. როგორც აღვნიშნეთ, დღეს ძალიან საინტერესო თემაზე ვისაუბრებთ, როგორიც არის გლაუკომა, რომელიც საკმაოდ ხშირ პრობლემას წარმოადგენს, თუმცა ხშირ შემთხვევაში ვერ ხვდება დაავადებული ადამიანი რა პრობლემასთან აქვს საქმე და საბოლოოდ მივდივართ ისეთ მძიმე შედეგამდე, როგორიც არის მხედველობის დაკარგვა და ამ თემაზე სასაუბრო დღეს ჩვენი სტუმარია ექიმი ოფთალმოლოგი ნათია კობახიძე. ქალბატონ ნათია, დიდი მადლობა პირველ რიგში სტუდიაში მობრძანებისთვის. მას ასე ჩვენი თემა არის გლაუკომა, საკმაოდ რთული პრობლემა. მოდით პირველ რიგში ავხსნათ რა დაავადებაა ეს და რა შეიძლება იყოს მისი მომწვევი მიზეზი. მოგესალმებით, მიხარი რომ თქვენთან ვარ, მივესალმები ჩვენს მაყურებელს. გლაუკომა ძალიან მნიშვნელოვანი არის ცნობადობის ამაღლება ამ კუთხით მოსახლეობისთვის და მადლობა რომ თქვენ ეს თემა დასვით დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთ თემად. ეს არის პათოლოგია, ქრონიკული პათოლოგია, რომელიც მიმდინარეობს მხედველობის ნერვის დაზიანებით. ორმხრივი პათოლოგია ძირითად შემთხვევაში და მისი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის მომატებული თვალში გაწნევა. არის გლაუკომის სხვა ფორმები, რომლისთვისაც წნევა არ არის მაღალი, მაგრამ მიდის ნერვის დაზიანება, ხო ეს არის ნორმოტენზიული გლაუკომა, ეს კიდე ცალკე ნოზოლოგია, მაგრამ ძირითადად მაინც ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის მომატებული თვალში გაწნევა, რომელიც იძლევა მხედველობის ნერვის, ნეირორეტინალური საარტყლის იშემურ პროცესებს და მას მივყავართ სიბრმავემდე. ეს არის პათოლოგია სოფლიოში მეორე მიზეზი სიბრმავისა. ძალიან მნიშვნელოვანი ასაკი. პირველი რა არის მაინც მასაც კითხავთ? დიაბეტი. რა ახასიათებს ჩივილებ ესეთი რა არის? დასაწყის ეტაპში შეიძლება უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს და ამიტომ მას მხედველობის ქურცაც ეძახიან. ამიტომ არის რომ პაციენტი 40 წლის ზემოთ ძალიან საჭიროა რომ ერთხელ მაინც ესტუმროს წელიწადში ოფთალმოლოგს, რომ სკრინინგული ვიზიტი უბრალოდ იმისთვის რომ ადრეულ ეტაპზე აღმოვაჩინოთ, იმიტომ რომ ხანდახან და ძალიან ხშირი ასეთი პაციენტები განსაკუთრებით რეგიონებში, როცა ცალი თვალის მხედველობითი ფუნქციები აბსოლუტურად დაკარგულია, მეორე თვალი ხედავს ნაწილობრივ და სწორედ ამ დროს მოგმართავენ. რაც უფრო დაგვიანებულია, რა თქმა უნდა. დიახ, თუ ჩვენ გლაუკომის შემთხვევაში დროულად ჩავერთვებით და თვალში გაწნევის ნორმალიზებას მოვახდენთ სხვადასხვა მეთოდით, ძალიან დიდხანს ეს პაციენტები ინარჩუნებენ სტაბილურ მდგომარეობას, რომ მხედველობის ნერვის დაზიანება არ წავიდეს. და ეს რამდენად მნიშვნელოვანია, როდესაც ინარჩუნებენ რეალურად მხედველობის ფუნქციას. რომ მალე არ დადგეს სიბრმავე. მისთვის არის დამახასიათებელი ორი მნიშვნელოვანი ცვლილება. ეს არის ცვლილება თავად მხედველობის კლება და ცვლილება მხედველობის ველში. მის შემოფასებას ახდენს ესეთი საინტერესო კვლევა, როგორც არის მხედველობის ველის კვლევა და ეს არის პირველი ტიპის კვლევა, რომელიც რომ აუხსნათ მაინც რას ნიშნავს მხედველობის ველის დაკლება, ანუ გლაუკომიან პაციენტში მხედველობის ველი, რომელიც ფასდება სპეციალური აპარატული კვლევით, გლაუკომის დროს ხდება ამოვარდნილი უბნების გაჩენა. ან კიდე შორტწასული ფორმების დროს ყალიბდება, ან კიდე ხდება მილისებური მხედველობის ჩამოყალიბება. პაციენტი როცა ცალი თვალით კარგად ხედავს, ამისი ფიქსაცია ძნელია. მაგრამ თუ ის დროულად მიმართავს ექიმს და ექიმი მიიტანს ეჭვს გლაუკომაზე და ჩაატარებს სპეციალიზირებულ
სპეციალიზირებულ კვლევებს, მაშინ დროულად ხდება მისი დიაგნოსტირება და დროულად ხდება ჩვენი ჩართულობა. და თუ ექიმის პაციენტს ექიმები კარგად აუხსნით, რომ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მას სწორად მოიხმაროს პრეპარატი და ჩაწვეთების რეჟიმი დაიცვას და სკრინინგი და პერიოდული მეთვალყურება განახორციელოს, აი ეს კავშირი ექიმსა და პაციენტს შორის სტაბილურ რეზულტატამდე მივდივართ. ანუ პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი ეს არის, რომ წელიწადში ერთხელ 40 წლის მერე აუცილებელია სკრინინგულად ოფთალმოლოგთან მიმართვა. ამას გვირჩევს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაც და ეს არის ძალიან ისე კატეგორიული, ესე ვთქვათ. სხვა ვთქვათ, შეიძლება რაიმე სიმპტომი იყოს. გასაგებია, რომ ვთქვათ, როდესაც ადამიანი ერთი თვალით გადასარევად ხედავს, მეორე თვალზე შეიძლება ვერ შეამჩნიოს ვთქვათ რაღაც ცვლილება, მაგრამ შესაძლებელია იყოს ვთქვათ ტკივილი ან რაიმე სხვა პრობლემა, რაც ვთქვათ ტკივილი შორსწასული ფორმების შემთხვევაში, როცა თვალში გაწნევა იმდენად არის მომატებული და ტონუსი ისეთია დაჭიმულია თვალის კაკალი, ამ შემთხვევაში ტკივილი ახლავს ამას და შორსწასული შემთხვევებამდე არ უნდა მივყვანოთ ეს ამბავი. გასაგებია. რისკ ფაქტორები არის თუ არა, ვთქვათ, გარკვეული რისკ ფაქტორები დაავადების განვითარებაში, და რამდენადაც ვიცი, მაგალითად, ვთქვათ, ასაკი ერთ-ერთი რისკ ფაქტორია. რა თქმა უნდა, არსებობს, ვთქვათ, ახალშობილებშიც რაღაც პრობლემების დროს, მაგრამ კანდაყოლი გლაუკომის შემთხვევაში, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზები არ არის ცნობილი. ესეც აძნელებს მართვას, თუმცა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არის მემკვიდრული განწყობა. თუ დედას, მამას, წინაპრებს, ბებიას, ბაბუას, დასმას ანამნეზში აქვს ესეთი პათოლოგია, ასეთი პაციენტი განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყოს თავისი თვალის მიმართ და ის ნამდვილად უნდა სტუმრობდეს წელიწადში ერთხელ 40 წლის ზემოთ. არის თუ არა, ვთქვათ, ხელშემწყობი, მაგალითად, მიოპია ან ვთქვათ ასტიგმატიზმი იმისთვის, რომ შემდგომში გლაუკომა ჩამოყალიბდეს, თუ ეს არ არის ვთქვათ ერთმანეთთან დაკავშირებული. განსაკუთრებით ჰიპერმეტროპია, პლუსი ამ პაციენტებში ჰიპერმეტროპია, ანუ პლუსი, რომლის დროსაც თვალის ანატომია ისეთია, კი, რომ ამ შემთხვევაში ჰიპერმეტროპ პაციენტებში ხშირია ხოლმე თვალში გაწნევით, სმატებით გამოწვეული გლაუკომა. მიო პაციენტებშიც, კი. ანუ თვალის ანატომიური ფორმა, რა თქმა უნდა, არის ერთ-ერთი მიზეზი. კი ბატონო. მოდით ისიც უთხრათ ჩვენს მაყურებელს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც მოგმართავენ, რა კვლევები არის აუცილებელი, რომელიც უნდა ჩატარდეს იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ საბოლოო დიაგნოზი. დიახ, კარგი შეკითხვა. პირველ რიგში სტანდარტული შემოწმების დროს ჩვენ ვიწყებთ ხედველობის შეფასებით. რა თქმა უნდა, პირველი ეს, ასევე აუცილებლად ვაკონტროლებთ თვალში გაწნევას, რომლის განსაზღვრის სხვადასხვა მეთოდები არსებობს, სხვადასხვა აპარატები. თვალში გაწნევა გაჩნია რომელი მეთოდით ისაზღვრება, მისი ნორმები ვარიაბელობს. მაგრამ თუ ჩვენ ნახულობთ ნორმის ზედა ზღვართან მიახლოებულ თვალში გაწნევას, პირველ რიგში საზღვრავთ რქოვანი სისქეს, იმიტომ რომ მასთან შეიძლება იყოს ასოცირებული სქელი რქოვანის შემთხვევაში წნევა შეიძლება ცვალებად იყოს, მაგრამ უფრო ზუსტი კვლევები არის ხოლმე ხშირად, ხედველობის ველის შემოწმება, რომელთაც განსაზღვრავთ ველში ხო არ არის რაიმე დეფექტი და მეორე კვლევა, რომელსაც ვეყრდნობით ხოლმე, ხედველობის ნერვის ტომოგრაფია, ნეირორეტინალური სარტყლის შეფასება, ექსკავაციის განსაზღვრა და ასე შემდეგ. და რა არის კიდე მნიშვნელოვანი? ეს კვლევები პერიოდულად კონტროლდება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ კვლევის მონაცემები სტაბილური იყოს თვების მანძილზე. თვალში გაწნევასთან არ არის ერთჯერადი გამოკვლევა, იქ თუ ჩვენ ნახეთ, რომ პრობლემა არის. კი, ოფთალმოლოგი და გლაუკომიანი პაციენტი ეს არის ალიანსი, რომელიც რაღაცა აუცილებლად პერიოდულ შემოწმებას მოითხოვს. აუცილებლად, იმიტომ რომ ეს არის ქრონიკული პათოლოგია, რომლის შეჩერება ძალიან გვიჭირს, სტაბილიზაცია არის ჩვენი მიზანი. ძალიან ხშირად. სამწუხაროდ ჩვენ გეთანხმებით, ჩვენ არ გვაქვს საშუალება, რომ აღმოფხრათ და მთლიანად გამოვაჯამრთელოთ ესეთი ადამიანი. ანუ ამას ვერ ვაკეთებთ, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია შევინარჩუნოთ სტაბილური მდგომარეობა დიდი ხნის განმავლობაში და ეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა. და ამისი ახსნა და განმარტება პაციენტისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის არ უნდა ელოდეს, რომ წვეთების მერე კარგად იქნება. ის უნდა ელოდეს, რომ არ გაუარესდება მისი მდგომარეობა.
ამისი ცოტა მეტი საუბარი ხან მიწევს ხოლმე. ხშირად არის ხოლმე რომ ეშინიათ რომ აი ეს ყოველთვის მოითხოვს ქირურგიულ ჩარევას და ქირურგიული ჩარევის გარეშეა და ეშინიათ ამ ქირურგიული ჩარევის და ესეც ხდება ხოლმე ერთ-ერთი მიზეზი რომ დროულად არ მოგმართავენ. ამიტომ იქნებ ორი სიტყვით თქვათ მკურნალობის შესახებ. ეხლა თქვენ ახსენეთ რომ მარტო ქირურგიული არ არის მკურნალობა და რა შემთხვევაში გჭირდება ქირურგიული მკურნალობა? თვალში გაწნევის რეგულაცია ვიწყებთ მედიკამენტოზური მკურნალობით, რომელსაც სხვა ტიპის, სხვა ჯგუფის პრეპარატებით ვიწყებთ. თუ მედიკამენტოზური მკურნალობა თვალში გაწნევას არ მიიყვანს ჩვენ მიზნის წნევამდე, მაშინ უკვე აუცილებლად განვიხილავთ ქირურგიას. ქირურგიის ბევრი მეთოდი, ლაზერული ჩართულობა, რომლითაც ხდება დამატებითი საფილტრაციო არების შექმნა, არის სპეციალური სარქველები, შუნტების ჩანერგვა. ამას წყვეტ ქირურგთან ერთად პაციენტის თვალის მდგომარეობიდან პაციენტის მხედველობის ნერვის, ვიზომეტრიის და პერიმეტრიული მონაცემის. თუ ნერვი უკვე დაზიანებულია და ვთქვათ მხედველობა არის პრაქტიკულად არ არის, ამ შემთხვევაში გვაქვს თუ არა შედეგი ქირურგიული? ამ შემთხვევაში თვალის კაკლის როგორც ორგანო შენარჩუნებაზე ვიფრთხით. კი, იმიტომ რომ თუმცა არა მხედველობის შენარჩუნებაზე ასეთ შემთხვევაში. არა, იმიტომ რომ თვითონ თვალიც რო შევინახოთ როგორც ორგანო, ესეც არის ნამდვილად მნიშვნელოვანი. ამის ახსნა განმარტებაც ამ მნიშვნელოვანია პაციენტს. ხანდახან შეიქნება ხელს და აღარ უნდათ აღარც მოხმარება, აღარც ექიმთან სტუმრობა, მაგრამ თვალბუდეში არსებული თვალის კაკალი შევინახოთ, ესეც ტკივილი რო არ იყოს და სხვა პრობლემების განვითარება რო არ მოხდეს მერე, რა თქმა უნდა. ეს არის მნიშვნელოვანი. ძალიან დიდი მადლობა. ესე იგი, პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა ვუთხრათ, ეს არის რომ სკრინინგი, რომელიც აუცილებელია, არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენ ჯანმრთელობაზე, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ და განსაკუთრებული ზრუნვა გვჭირდება მხედველობაზე, განსაკუთრებით მათ, ვისაც ახლო ნათესავებში, ანამნეზში იყო ეს პრობლემა, აუცილებლად ესტუმრებთ ოფთალმოლოგს. ვინაიდან ადრეული დიაგნოსტიკა ეს არის გარანტია უკეთესი პროგნოზის. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ნათია. ჩვენს მაყურებელს ჯანმრთელობას უსურვებ. რუბრიკას წარმოგიდგენთ ავერსის ბრენდი დეკლარი. დეკლარი, შვეიცარიული კოსმეტიკა ქალისა და მამაკაცის მგრძნობიარე კანისთვის.